კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე ვიწყებთ საუბარს იმედი ლაივის პირველ სტუმართან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი შემოგვერთა სტუდიაში. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში ეს ერთი წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. გთხოვთ რომ შეაფასოთ, აი რა პროცესი გაიარა ქვეყანამ, როგორ გადაილახა ის ბარიერები და წინააღმდეგობები, რაც ჩვენ დაგვხვდა ყველას წინ. Ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ხალხმა რეფერენდუმად წოდებული არჩევანი გააკეთა 26 ოქტომბერს 2024 წლის და მტკიცედ თქვა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი არაფერში არ გაიცვლება, მათ შორის არც ვიზებში, არც გარედან დაკრულ ტაშში, არც გარედან შექებებში და რაც მთავარია, ქართულმა ხალხმა მხარი დაუჭირა იმას, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, რომ ომის სცენარები ვერ განიხილება ვერანაირად, ვერავის ვერ აუხრებინებთ ქვეყანას და რაც მთავარია, ის შიდა მაუხრებელი, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, მათი აკრძალვის დაპირება, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, ზუსტად ეს დაპირება გადიოდა ასევე არჩევნებზე. რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევანით ქართულმა ხალხმა ჩვენ მოგცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ჩაგვეტარებინა პროცესი, რაც გულისხმობდა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას და ამ გამყარების პროცესში თქვენ ნახეთ, როგორი რთული პერიოდები გამოვიარეთ, მათ შორის ახლაც ხედავთ, რომ გარედან არ წყდება მფარველობა იმ მავნე ძალების, დესტრუქციული ძალების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ახლაც მოიძებნება და ამავე დროს გამოვიარეთ პროცესი, რომელმაც მოგცა საფუძველი რომ უახლოეს დღეებში უკვე საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და ნაცობის იდეა აიკრძალოს. ამ ბოროტი ნაციონალური მოძრაობის საფარქვეშ გაერთიანებული ყველა ადამიანი სუბიექტი იქნება ეს თუ აქტორი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა და სწორედ ეს დავალება მოგცა ქართულმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბრის არჩევნებით. გასაგებია, სანამ ვისაუბრებთ საკონსტიტუციო სარჩელზე, მოდით შევეხოთ თქვენი ოპონენტების განცხადებებს არჩევნების ერთი წლის თავზე, ისინი კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე. სალომე ზურაბიშვილმა მიმართა იქ შეკრებილებს და თქვა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ წააგო, ახლა ვალდებული ვართ ცოტა გაუძლოთ. ეს ფრაზა ასახავს საბოლოო ჯამში იმ განწყობებს, რითაც ცდილობენ ოპოზიციონერი ლიდერები, ამორჩეველი კვებონ და თავისთავად რაღაც მოლოდინი დაუსახონ, რომ ხელისუფლება კი წაგებულია, მაგრამ ახლა პროცესი ინერციით გრძელდება. რას ეტყოდით ოპოზიციის ამორჩეველს ამ შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ამორჩეველიც უკვე კარგად ხედავს, როგორ კვაზი რეალობაში ცხოვრობს, დამახინჯებულ ფაქტებს აწვდიან და დამახინჯებულ რეალობას. ის რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის ახლაც რაღაც ლიდერად წარმოგვიჩნდება, ეს კიდევ ერთი ტრაგიკომედია არის, მაშინ როდესაც ეს ადამიანი არც თავისი არჩევნების დროს არ იყო ლეგიტიმურად არჩეული, გულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტიურად წააგო თავის ოპონენტთან, რომ არა მეორე ტური, სადაც ქართული ოცნება დაუდგა მას გვერდით და ქართული ოცნების ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო, ასე ვთქვათ, შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, თლიანი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად და სამწუხაროდ სხვადასხვა მედია საშუალებებში, უცხოურ მედია საშუალებებში მის მიერ მიცემული ინტერვიუ კიდევ უფრო და უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ აგენტი და ასრულებს იმ დავალებას, რომელიც ამ ქვეყნის მტრობას გულისხმობს. რაც შეეხება ოპოზიციურ ამორჩეველს, ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივად მილევადი პროცენტი და რაოდენობა არის ქუჩებში. ქუჩაში დარჩენილი ადამიანები არიან ისინი, ვისაც წლების მანძილზე უხდიდნენ ხელფას და მათ შორის ახლაც და თქვენი ტელევიზიის საშუალებით ვრცელდება არაერთი სქემა, რომელთაც დაფინანსება მაინც როგორღაც აღწევს მათ ჯიბეებამდე. ეს ადამიანები ფინანსდებოდნენ იმისთვის, რომ ზუსტად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ რუსთაველზე და მოეწყოთ ის სცენები, რომელიც შემდგომში კარგად გაიყიდებოდა გარეთ. წარმოიდგინეთ 2024 წელს, სადღაც 900.000-მდე ამორჩეველმა მისცა ოპოზიციას ხმა. ამის ფონზე რუსთაველზე მდგომი 100 ადამიანი, წარმოიდგინეთ რა 0.00% წარმოადგენს თავად მათივე ამორჩევლის და ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ მათი ეს სტრატეგია არის სრულიად წამგებიანი და საკუთარ ამორჩეველსაც უკვე ვეღარ არწმუნებენ, რომ ისინი რაიმეს შეძლებენ. მათ შორის მათი დაგეგმილი წამგებიანი სტრატეგია.
არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ბოიკოტი გამოეცხადებინათ და ემტკიცებინათ სიგიჟე, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ამტკიცებს გულისხმობს არჩევნების გაყალბებას და სრულად ყოფილიყვნენ დამოკიდებული იმ უცხოელ პატრონებზე, რომელთა განცხადებებიც იმდენად აცდენილია ქართულ რეალობას, რომ როდესაც აქ მყოფი, აქ მცხოვრები ადამიანი საქართველოს მოქალაქე უყურებს სრულებით სხვა რეალობას და გარედან გვიმტკიცებს ვიღაც, რომ თქვენს თავს სხვა რაღაცა ხდება, რა თქმა უნდა, ბრაზი და უსამართლობის გრძნობა უჩნდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველი ხალხის, ნამდვილად ქართველი ხალხის, ჭეშმარიტად ამ ქვეყნის მოყვარული ხალხის ინტერესს, რომ დაიცვას ეს ქვეყანა და ზუსტად ესეთი არჩევნები იყო თვითმმართველობის არჩევნებიც, რაოდენ შეიძლება თავისი დანიშნულებით არ ყოფილიყო რაღაც ის ცენტრალური ხასიათის, სწორედ ამ დღესაც იყო რეფერენდუმი, რომ 1 წლის თავზე დაახლოებით კიდევ იგივე განაცხადი გააკეთა ქართულმა ხალხმა. თუმცა ერთი პარტია, ოპოზიციური და მაინც გამოჩნდა, რომელმაც თითქოს გადააფასა ის, რაც ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში. გახარიას პარტიამ აღიარა, რომ მანდატების დათმობა იყო შეცდომა და ახლა ცდილობს კონსტრუქციულ პოლიტიკაში დაბრუნებას და მათ შორის პარლამენტში იქნება ეს წარმოდგენილი. რას ელოდებით ამ პარტიისგან და მართლაც ფიქრობ თუ არა, რომ რაღაცნაირად გულწრფელად ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე ის რა გზაც გაიარეს. მოდით გავიხსენოთ ვინ არის და რა არის გახარიას პარტია. გახარიას პარტია არის ქართული ოცნების მოღალატე გახარიას მიერ შექმნილი პარტია, რომელიც თავის არსებობის დასაწყისში ამორჩეულს ატყუებდა, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის პროდუქტი და პროექტი, სადაც დააგროვა რაღაც ელემენტარული რაღაც მხარდაჭერა, რომელთაც ის გავიდა 2021 წლის არჩევნებში. ამის შემდგომ მან შექმნა კოალიციები ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არის სრულიად მორალისგან დაცლილი პარტია, რომელმაც ერთი მხრივ უღალატა ქართულ ოცნებას, მეორე მხრივ წავიდა ნაცებს შეეკრა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე კარგად თანამშრომლობდა ნაცებთან, მათ შორის ჩვენ გავიხსენოთ პარლამენტში მათი საქმიანობაც. არ არსებობდა არც ერთი დესტრუქციული მომენტი, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენლები არ უერთდებოდნენ ამ კრებსით ნაცურ მოძრაობას და მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე. გახარიას პარტია რომელმაც მათ შორის მათივე კვლევებში, რომელსაც აქვეყნებდა ფორმულა მთავარი და ასე შემდეგ, რასაც დაეყრდნო მათი, ასე ვთქვათ, თავდაპირველი პროტესტი, რომ თითქოს მათი კვლევები მიანიშნებდა, რომ ნაციონალურ მოძრაობამ და ახალმა უფრო მეტი პროცენტი აიღო, ვიდრე CSKO-ს მონაცემებით, გახარიას და ლელოს პარტიას იგივე პროცენტს უწევდნენ, რაც რეალურად მიიღეს. ანუ ვის პროცენტს იცავდა და ვისთვის იბრძოდა გახარიას პარტია, როდესაც გამოდიოდა და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ როდესაც იმ მათივე კვლევებითაც გახარიას პარტია ზუსტად ის პროცენტი ჰქონდა CSKO-თ დაწერილი, რაც მიიღო. ამიტომ 24 წლის არჩევნებშიც მან დაადასტურა, რომ სრულიად ნაცების შეფუთვით და მათი დაცვით იყო დაკავებული. აკეთებდა ყველაფერს, რომ გაეძლიერებინა ეს ბოროტი იდეა, ნაცობა და შემდგომში მთლიანად ეს ბოიკოტირების პროცესი, ამ დესტრუქციაში ჩართულობა, აქციებში მონაწილეობა, მათ შორის ყველაზე მძიმე დანაშაული, ვის წინაშეც მიუძღოდა, სწორედ იქ აქციაზე მდგომი ადამიანები იყვნენ და ესეც კი აპატიეს, გულისხმობ იმ ღამეს, როდესაც მისი ან დაუდევრობის, ან მიზანმიმართულად არასწორი მოქმედების შედეგად ადამიანებს ჯანმრთელობა დაუზიანდა. ახლა რატომ გაემიჯნა ეს პარტია ნაციონალების ქრონოლოგიურად რო წამოვყვეთ. შემდგომში არის, ასე ვთქვათ, დაქსაქსვის პროცესი, როდესაც ტაქტიკურად ძალიან მომგებიანი იყო, რომ ფუნდამენტალისტი ნაცები ერთად დარჩენილიყვნენ და ბოლომდე ბოიკოტის რეჟიმში წასულიყვნენ. მეორე მხარეს კი გამოიყო ლელო და გახარია, რომელიც როგორც გითხარი, ლეღვის ფოთოლი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის და მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. რა ქნეს არჩევნებში? ორივე პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით, სადღაც 60-70% კლება ჰქონდათ ხმების რაოდენობაში. ანუ საკუთარი ამომრჩეველი იმდენად გააწმილეს, რომ 60-70%-ით ნაკლები ხმა მიიღეს. ამის ფონზე თუ ოდნავ გონი შერჩენია, ან ოდნავ რაღაც რაციონალიზმი დარჩენია ამ ორი პარტიიდან რომელიმეს და ამ შემთხვევაში როგორც ჩანს გახარია ისევ თავისი ასე ვთქვათ სიხარბე გამოაჩინა, შემოდის პარლამენტში და შემოდის პარლამენტში როგორი შემადგენლობით. შემადგენლობით, რომლისთვისაც ხარი არ დაუჭერია ამომრჩეველს. ეს არის სრულიად უცნობი შემადგენლობა, ასე ვთქვათ, ისეთი სათადარიგო სკამებიდან გამოსული და შემოყვანილი ადამიანები, რომლებიც
პარტიებიც კიდევ უფრო არალეგიტიმურს ხდის მათ შემოსვლას, ამიტომ მათი მხრიდან ზოგადად ლეგიტიმურობაზე საუბარი ამ კუთხითაც ძალიან სასაცილოა. აი ეს არის გახარიას პარტია, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს ჩაძირული გემიდან ვირთხები ყველაზე ადრე გარბიან, ამ შემთხვევაში ვირთხებმა ყველაზე ადრე შემოასწრეს პარლამენტში. მოდით ვისაუბროთ ახლა იმ ნაწილზე, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და პარტიების აკრძალვის საკითხს. რომელი პარტიები იქნებიან, ან როდის იქნება ცნობილი შინაარსი ამ საკონსტიტუციო სარჩელის და ასევე მთავარი ბრალდება, რაც ხელისუფლების მისამართით ისმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპოზიციური ველიდან მთლიანად გააქროს არასასურველი პარტიები, შექმნას მათთვის სასურველი ოპოზიცია და შესაბამისად ამ სტილით გააგრძელოს შემდეგ წლებში ხელისუფლების მართვა. იმ დროს, როცა ამ კონკრეტულ პარტიებს ყავთ თავიანთი ამორჩეული, რამდენად კონსტიტუციურია მსგავსი მოთხოვნა? გულწრფელად გითხრათ, არაერთხელ მიფიქრია, რომ ეს პროცესი ჩვენ 2012 წლიდან მალევე რო გაგვევლო, ანუ აგვეკრძალა ეს დანაშაულებრივი პარტია, ოპოზიციური ველი გაცილებით მალე გაჯანსაღდებოდა, თავის წიაღშივე წარმოშობდა შედარებით ნორმალურ და რეალურ ოპოზიციას და არა მარიონეტულ ოპოზიციას და შესაძლოა ახლა ამ მოცემულობაში არ ყოფილიყავით. მაგრამ დაგვანახა მოცემულობამ, რომ აუცილებლად გასავლელი პროცესი არის, რაღაცნაირად თვით გაჯანსაღება უნდა მოხდეს ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ეს ყველაფერი წარმოუდგენელია იმის გარეშე, რომ ეს ბოროტი ძალა, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თუნდაც თქვათ რაღაც პატარა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას არ უნდოდეს, რომ მიეკრას ან მიეწეპოს, წარმოუდგენელია, რომ გადარჩეს, იმდენად ტოქსიკური ველი აქვს შექმნილი. ამიტომ ერთი, რომ პოლიტიკურად, სტრატეგიულად, იურიდიულად, სამართლებრივად სრულად გამართლებული არის მათი აკრძალვა და მეორე, ეს არის ქართველი ხალხის და ქართველი ამორჩეველის დავალება. მათ შორის 26 ოქტომბერს მათ მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. ამიტომ ჩვენ არანაირი საფუძველი და საშუალება არ გვქონდა, რომ სხვანაირად მოქცეულიყავით. მათ შორის იმ პროცესმა, რომელიც გავიარეთ საგამოძიებო კომისიით, კიდევ ერთხელ მტკივნეულად გაგვახსენა, რომ ამდენი ხანით ამ ადამიანებს რომ ვიტანდით და მათ შორის კიდევ ერთხელ ვაფუჭებინებდით ამ ქვეყნის საქმეს, დაძრწოდნენ ქვეყნის გარეთ, კარდაკარ, ქვეყნის შიგნით, ქუჩებში, რევოლუციური სცენარებით და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ქვეყანა უკან დაეხია და გადაეგდოთ 90-იან წლებში, სადაც ომი, ძალადობა და საშინელი პროცესები ვითარდებოდა. ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს ქართულ ხალხს, მათ შორის ხალხის არჩეულ ხელისუფალს, რომ ეს ბოროტება აიკრძალოს. მათ შორის ეს არ არის უცხო პრაქტიკა. გერმანიიდან დაწყებული მთელი ევროპის ქვეყნებით, საბერძნეთი იქნება ეს თუ სხვადასხვა ქვეყანა, პარტიები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და რას გულისხმობს ეს? პარტია, რომელიც კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებს, აღვივებს შუღლს, საკონსტიტუციო გადატრიალებას აორგანიზებს, ქვეყანას ანტიქართულ საქმეს აკეთებს და მთელი რიგი ჩამონათვალი არის, რომელიც ზედგამოჭრილი არის ნაციონალურ მოძრაობასთან და წარმოუდგენელი არის, რომ ასეთ პირობებში არ აიკრძალოს პარტია. რაც შეეხება იმ კანონებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომელიც ეხება არა მხოლოდ პარტიის აკრძალვას, როგორც სიმბოლიკის, დასახელების და ასე შემდეგ, არამედ იმ ადამიანების აკრძალვას და მათ ჩამოშორებას პოლიტიკური ველისგან, რომელიც ამ ყველაფერს და ამ ბოროტებას ქმნიდნენ. ეს ხომ არ იყო რაღაც ვირტუალური, ანუ დამოუკიდებლად სახელი ნაციონალური მოძრაობა ხო არ მოქმედებდა, იქ იყვნენ ადამიანები, ვისი ხელითაც იქმნებოდა ეს ბოროტება. და რა თქმა უნდა, როდესაც კონსტიტუციურ დონეზე ეს პრინციპი გაქვს მიღებული, კანონი უნდა აზუსტებდეს და ქმნიდეს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ არა მხოლოდ დასახელება აიკრძალოს ან სიმბოლიკა და ნომერი 5 პირობითად, არამედ ის ადამიანები ჩამოშორდნენ საჯარო პოლიტიკას და არ მიეცეთ არასდროს მათ შორის საკუთარი კანდიდატურის დაყენების საშუალება, საჯარო თანამდებობის დაყენების საშუალება, დაკავების საშუალება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ისინი არიან სწორედ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი. მიმდინარე უბრალოდ მომავალ კვირას ორშაბათიდან უკვე უმრავლესობის ხდომის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას დაანონსებს პარტიის ლიდერშიპი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვის მიმართ მიემართება ეს სარჩელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ერთ ნორმალურ ქართველ სტატისტიკურ ამომრჩეველს რომ კითხო, ალბათ ძალიან ფართოა ის წრე, ვინც უნდა აიკრძალოს, მათ შორის თავისი პარტიული დასახელებებით და ინდივიდებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სარჩელი იქნება
როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური გონივრულობის საფუძველზე შედგენილი და თავისთავად უახლოეს დღეებში ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ. ანუ თქვენი საუბრიდან როგორც დავაზუსტებ, ეს არ ეხება ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მეტნაკლებად კავშირშია და პოლიტიკური განცხადებების დონეზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლად განიხილავთ ხოლმე. იცით რა, მე არ მაქვს უფლება რომ ახლა დავკონკრეტდე, თუმცა მე ჩემს პირად მოსაზრებას გეუბნებით, რასაც ასევე დავაფიქსირებ და მუდმივად მიდის ამაზე მსჯელობა, რომ ერთია ვინ იმსახურებს, მე მაგალითად Deutsche Welle-ს გადაცემას უყურე და სალომე ზურაბაშვილის ინტერვიუს და ამას დიდი მავნებლობა არ შეიძლება რომ ვინმე გააკეთოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მეორე საკითხი არის ის სამართლებრივად შეიძლება თუ არა რომ აიგრძალოს, თორე ერთი შეხედვით ადამიანები, ვინც იმსახურებენ აკრძალოს, მე ვფიქრობ თვალნათლივ ჩანს და ყველა ვინც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს და ანტიქართულ საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, გულწრფელი მოქალაქის გადმოსახედიდან ალბათ იმსახურებს რომ მოხდეს ამ სიაში. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი ჭრილიდან იმსჯელებს ამ საკითხზე და წარმოადგენს კონკრეტულ შემოთავაზებას. პარტიის აკრძალვა შეიძლება თუ არა გაიგივდეს ამ პარტიის ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების ჩამორთმევად, იმიტომ რომ ეხლა როგორც ჩანს ეს არის მათთვის ხელჩასაჭირი, რაღაცნაირად ეფარებიან ამომრჩევლს და სავარაუდოდ სწორედ საერთაშორისო დონეზეც ასე შეიფუთება ეს საკითხი, რომ მათ ყავთ თავიანთი ამომრჩეველი და ამ ამომრჩეველს ამ მოქალაქეებს შეეზღუდება თავიანთი არჩევანი. ამ საკითხზე რა განმარტება გაქვს? მე ვფიქრობ, რომ საკუთარ ამომრჩეველს უპირველეს ყოვლისა თავად შეუზღუდეს ამის უფლება, როდესაც არ მიიღეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე მეტი დასტური იმისა, რომ მათი ამომრჩეველი თავადვე ჩათვალეს, რომ არ იმსახურებდა არჩევნების გზით, რომ აერჩია პარტია, ამაზე უკეთესი მაგალითი არ არსებობს. ამიტომ ერთია, რომ რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის პოზიციას ვცემთ პატივს, მაგრამ მეორე არის, როდესაც კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიდის პარტია და მისი შემადგენლობა, წარმოუდგენელი არის, რომ მას რაიმე საშუალება მიეცეს, რაღაც კუთხით რო შევადაროთ, ანუ ფაშისტურ რეჟიმსაც ყავდა მხარდამჭერი. მაგრამ ეს არ ყოფილა იმისი შემოფერხებელი, რომ ფაშისტური რეჟიმი აკრძალულიყო და თავად ფაშიზმი, როგორც იდეა აკრძალულიყო. თორემ იმ შემდგომაც მას ყავს სხვადასხვა მიმდევრები სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი გულის სიღრმეში, ჩუმად და მალულად ალბათ გულშემატკივრობენ ამ ბოროტ იდეას. ისევე როგორც ალბათ დარჩებიან ნაცობის ამ ბოროტების გულშემატკივარი ადამიანები, მაგრამ ეს ვერ იქნება ყველა სხვა უმრავლეს ადამიანებზე გამარჯვების წინაპირობა. როდესაც ქვეყნის უმრავლესობა დემოკრატიულ გზას ირჩევს, არ შეიძლება რომ ფაშიზმმა და მიშიზმმა და ნაციზმმა გაიმარჯვოს ჩვენს უმრავლესობაზე. შევეხოთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, თქვენ ბრძანეთ რომ ამომრჩეველმაც გაუძლო ამ წნეხსაც, ხელისუფლებამაც გაუძლო ამ შანტაჟსაც, რაც ამ ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა, მაგრამ ეს საკითხი მაინც დევს მაგიდაზე, როგორც ევროკავშირის ელჩიც ამბობს, რომ წლის ბოლოს განიხილება ყველა შემთხვევაში ან ნაწილობრივ შეჩერება ვიზა ლიბერალიზაციის, ან შეიძლება ყველა მოქალაქისთვის. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და როგორ აფასებთ აი დღეს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუ ის მართლაც იქნება მიღებული? ძალიან იმედგამოძროებელი იქნება ქართული ხალხისთვის, თუ ევროკავშირში მიიღებენ ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ხალხს არაფრით არ დაუმსახურებია, რომ ეს სამართლიანად მიღებული ბენეფიტი, რაც გულისხმობს თავისუფლად ევროპაში მიმოსვლას, რაღაცნაირად შეეზღუდოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლობა და ეს იქნება გარკვეული ალბათ ბრაზის საფუძველიც ქართულ ხალხში, იმიტომ რომ როდესაც უსამართლოდ გექცევიან, ყველაზე მეტად ამას ვერ ეგუება ჩვენი ხალხი. ამავდროულად ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ არჩევანს. რის საპირწონედ გთხოვენ ან გვეუბნებიან ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებას. თუ ამ ქვეყნის იდენტობა, თუ ჩვენი სარწმუნოება, თუ ჩვენი ყველაფერი, რაზეც დგას ეს ქვეყანა, ოჯახური ღირებულებები იქნება, თუ სუვერენიტეტი და ასე შემდეგ, დავთმეთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და ვიაროთ კომფორტულად, ცხოვრებაზე არ არის საუბარი, ხო? ანუ ვიაროთ კომფორტულად. ალბათ ასეთ არჩევანს არც ერთი ჭეშმარიტი ქართველი არ გააკეთებს და არ ჩვენ გვაქვს იმის უფლება, როგორც ხალხის არჩეულ ხელისუფალს, რომ ასეთი უღირსი არჩევანი გავაკეთოთ. ამავდროულად მინდა გავახსენო ყველას, რომ
ქართველები საკმაოდ დიდი კონტრიბუტორები არიან ევროპის ეკონომიკაშიც. იმის პროპორციულად, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, საკმაოდ ეკონომიკურად სტაბილური და განვითარებული ქვეყანა ვართ, სადაც ყველა ადამიანი, ვინც ევროპაში მიემგზავრება, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, თავისი პოზიტიური წვლილი შეაქვს და ეს იქნება თუნდაც ემიგრაცია, რომელიც საკუთარი შრომით ქმნის იმ ქვეყნის ეკონომიკას და მე ვფიქრობ, მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის ჩვენ მოქალაქეებს, იქ მყოფებს თუ აქ მყოფებს. ამიტომ ყველანაირად ყველა გადმოსახედიდან უსამართლო იქნება და რაც თავარია ევროკავშირი, რომელიც თავიდან როგორც ეკონომიკური კავშირი შეიქმნა, ვფიქრობ, რომ გაძლიერდებოდა საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებით და არა დამსჯელობითი ღონისძიებებით, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყოფილიყავით შესაბამისობაში ევროკავშირთან, მათ შორის ინსტიტუციური ცვლილებები თუ ეკონომიკური წინსვლა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბითაც კი ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის ქვეყანა ვართ. ამიტომ მხოლოდ კარგის შეტანა შეგვიძლია ევროკავშირისთვის და მათთვისვე ალბათ არ იქნება სწორი. იმას რომ თავი გავანებოთ. რა მოუდინი გაქვთ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 4 ნოემბრის შემდეგ უკვე დაიწყება კანდიდატი ქვეყნების кейსების განხილვა ევროკავშირში, ამის პარალელურად ძალაში შედის ახალი ცვლილებები და პარალელურად ბრალდებები კვლავ ისმის ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის დაკავებულებთან მიმართებით და ასე შემდეგ. მოკლედ ბრალდებების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია. თქვენი მოლოდინი როგორია? ერთი არა იქნება სამართლიანი არ ნუსამართლო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ ამ შედეგამდე? ვერ გამოვრიცხავ, თუმცა ამ 4 ოქტომბრის არჩევნებმა, სადაც ნათლად აჩვენა უცხოელ პარტნიორებს და იქ მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ ქართველები ძალიან მყარად დგანან თავის პოზიციაზე და არ შეიცვლიან პოზიციას არანაირი შანტაჟის მიუხედავად, შეიძლება ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინოს და რაღაცნაირად არ მიიყვანონ იმ არასწორ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას გულისხმობს. დავიწყოთ იმით, რომ არც საკუთარი ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს არ შეუქმნიან კარგ განწყობას თუ ასეთ დამსჯელობით ღონისძიებას გამოიყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებმა აირჩიეს დამოუკიდებლობა და არა ვიღაცის ბატონობის ქვეშ ყოფნა, ხო? თუ ეხლა ვინმეს ილუზია აქვს, რომ მართლა ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოში მხოლოდ დემოკრატიის შენებით არიან დაკავებული და აქ სხვა ინტერესები არ არსებობს, მაშინ ეს ცოტა ინფანტილიზმი არის. რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის საქართველო იყო პოლიტიკური და გეოსტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ჩვენ დღესაც ვამბობთ, რომ მყარად ვრჩებით ასეთად და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის წინაპირობა, რომ თავად მათ შეეცვალათ ზოგადად გეოპოლიტიკური რაღაცა რაკურსი. დიდი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი იყო ჩვენი სტუმარი.